დაგვიძარა პირდაპირ ეთერშია თოჯინების სახელმწიფო თეატრმა დვანსა და მიმდებარე სოფლებში აქცია წარმოდგენა გამართა, პატარებმა სპექტაკლი ბატისჩუკი იხილეს. ჩვენი სტუმრები არიან დღეს ის მსახიობები და თეატრის წარმოდგენები, რომლებიც შემოგთავაზებენ მცირე წარმოდგენას. ილამშვიდობის გამარჯობა ბიჭუნა. Eras კითხულობდი? ჟურნალს? გამარჯობა მანიკა. შეიძლება თქვენ სტუდიაში რომ დავეშვა? რა თქმა უნდა. გამიცვლი ადგილს? კარგი ხო გეხუმრია. ბენა. მოგწონს? აკავრობა. ძალიან და შენ? მე ხომ სოფლიოში მაესტროს საუკეთესო მაყურებელი ვარ. რაგაცი. არაფერი. მეც მიყვარს მაესტრო. იმედია მურაბით გაგვიმასპინძლებიან არა? მითქო რომ არ გვაქვს მურაბას. არა. მაგრამ აბლი იყოს. კარგი ვიშოვით. შოკოლადი. კამფრეტ. ხმელეული უყვარს. შეცვია ესე მოგწევა. იქ ჩემთან იცის ემოცახურავზე რამდენი ტკბილეულობა მაქვს? დავპატიჟოთ ესენი თქვენ. აბარა, კარგი სანახავი უნდა იყოს. ტკბილეულობით სავსესახი, არა? პატიჟებით ჩვენ სპექტაკლზე გასაგებია? აუცილებლად მოვალ. დიდი სიამოვნებით ბავშვთან ერთად. ახლა კი მეც გარება უნდა გავფრინდე, ხარა? კარგად იყარ. მიხარ? ავედი ხო? აბა, ახვამდის. დავხვამდის თავსო. კარგად. ზომიერად ფერხორციანი მამაკაცი გავგვიფრინდეთ, თუმცა სტუდიაში დარჩნენ მსახიობები, რომელსაც კიდევ ერთხელ მივესალმებით. ელენე, თქვენ კითხავთ გამართეთ სპექტაკლების წარმოდგენები დვანსა და მიმდებარე სოფლებში, როგორ მიიღეს პატარებმა ბატისჩუკი სპექტაკლი? როგორი იყო მათი ემოცია? მიმდებარე სოფლებში სამწუხაროდ არ ყოფილა, ერთ საპრემიერო სამზადისი ჰქონდა და მხოლოდ დვანში მოვასწარით სტუმრად ჩასვლა. რეაქციები იყო რაღაცა ძალიან ბევრი ბავშვი დადის ჩვენ სპექტაკლებზე და განებიურებულები ვართ ბავშვური ემოციებით, მაგრამ ეს იყო რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევა. აქვთ დეფიციტი ამ ყველაფრის და ძალიან კარგი მაყურებელი აღმოჩნდა. არა მხოლოდ პატარები, უფროსებიც ძალიან თბილად დაგვიყვნენ და მე მგონი გამოგვივიდა პატარა სიმბოლური ჩვენი მხრიდან საჩუქარი იყო, რაც გავაკეთეთ და თუ აპირებთ მსგავს წარმოდგენების გამართვას კიდევ თუნდაც კონფლიქტის ზონებში და რეგიონებში, იმიტომ რომ ძალიან კარგი წარმოდგენები არის. შეგძლიათ გადმოინახოთ და დავბრუნდეთ. საერთოდ იცით რა არის, ძალიან დიდი ხნის ტრადიცია გვაქვს ჩვენთაც. პირდაპირ ესე გადმოვსკუპტე ხო შეიძლება. ძალიან დიდი ხნის ტრადიცია აქვს, ელენე დამეთანხმდა და ჩვენთაც ანუ მუდმივად ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაცა ჩავიდეთ თუნდაც ტოლვილებთან, თუნდაც იძულებით ბავშვებთან ყოველთვის გამართოთ წარმოდგენები, მაგრამ დღესდღეობით რაღაცა უფრო აქტუალური გახდა ეს თემა და მე ვიქნები მოხარული და მე ვიქნები ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ მე იქ რაც ვიხილე დვანში. Ну, არ ვიცი, აი ვიძახი რომ ესეთი მაყურებელი თქო, რაც იქ ვნახე, ну, იშვიათად, აი რამოდენიმე ჩვენი ბავშვები ძირითადად უფრო განებიურებულები არიან და აი რაღაცა ესენი იყვნენ, აი სულ სხვა ბავშვები დაგვხდნენ იქ. და ამიტომ მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ ხშირად ჩავალთ, არა მარტო დვანში, არამედ სხვა სოფლებშიც, რომ აი ბავშვებმა მიიღონ ის ემოცია, რაც ჰქონდათ დვანში ბავშვებს. აი სულ ახლახან კი თბილისში პრემიერა სახურავის ბინადარ სეზონი უბრალოდ სახურავის ბინადარი კარლსონის გახსენით, თუმცა თეატრს არ აქვს საკუთარი შენობა და შეეწირა აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციას. აი სად გაქვს ახლა სარეპეტიციო სივრცე? სარეპეტიციო სივრცე, ეს ძალიან ძნელი თემაა, იმიტომ რომ დაახლოებით 20-22 კვადრატის ფართობის ოთახში გვიწევს რეპეტიციების გავლა. იმის გამო რომ არა გვაქვს შენობა, ქირავთ კულტურის ცენტრი მუზეუმში ვართ ამჟამად განთავსებული, წარმოადგენებს იქ მართავთ. აი ქირავთ და აი ფინანსების მოძიების ალტერნატიულ გზებს ეს თეატრი როგორ პოულობთ, ანუ საკმაოდ დიდი ხარჯია, ხო, როდესაც არ გაქვს საკუთარი თეატრი და ქირავ სხვა შენობას. თეატრს გააჩნია საკუთარი შემოსავალი, ჩვენ დიდი რაოდენობით ყავს მაყურებელი. მიუხედავად იმისა, რომ შენობა არ არის, თეატრს არ დაუკარგავს მაყურებელი, პირიქით გაიზარდა ეს რიცხვი, მაგრამ რეალურად თანხა, რომელიც მიდის იჯარის გადასახდელად, კარგი იქნებოდა, რომ იგივე
სპექტაკლის სადადგმო ხარჯებში დახარჯული იყო და უკეთესი და უფრო ხარისხიანი და უფრო მრავალფეროვანი ამ შემთხვევაში სპექტაკლი ან პროდუქტი შეგვიძლია მივაწოდოთ ჩვენ პატარა მაყურებელს. და როგორ მიდის ამ პროცესები შენობასთან დაკავშირებით ვის მიმართეთ რა პასუხი მიიღეთ მერიისგან შეგიძლიათ გითხრათ? მე ვიტყვი შეიძლება. მივმართეთ მერიასაც, კულტურის სამინისტროსაც ამ შემთხვევაში ნებისმიერი სტრუქტურა გვპირდება მხარდაჭერას, გვპირდება გვერდში დგომას. და საბედნიეროდ თანხმდებით ყველა ნებისმიერ საზოგადოების წევრი ამბობს, რომ თეჯინების თეატრს, ეს არის ერთადერთი სახელმწიფო თეჯინების თეატრი თბილისის მასშტაბით 80 წლის ხდება, საიუბილეო წელი აქვს. უდიდესი ტრადიციების მქონე თეატრია და ყველა გვეთანხმება, რომ თეატრს უნდა ჰქონდეს საკუთარი შენობა. მაგრამ არც მერიას კონკრეტულად, არც კულტურის სამინისტროს ერთპიროვნულად არ შეუძლია, რომ აიღოს გადაწყვეტილება, მიიღოს და აგვიშენოს შენობა. გგონია რომ ეს კიდევ უფრო ზემოთ სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს და თუნდაც ქვეყნის საერთო ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა იმისთვის რომ ამ კონკრეტულ თეატრს ჰქონდეს საკუთარი შენობა. ნამდვილად კარგ საქმეს ვაკეთებთ და მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ იდეურად ჩვენ გვევალება მომავალი მაყურებელს რომ არ შეწყვეტეთ ფუნქციონირება და აგრძელებთ ესა პრემიერა გქონდათ ვიცი რომ გეგმებიც გაქვთ დათია ისაუბროთ სამომავლო პროექტებზე ვიცი რომ ღია სალარო იგეგმება და საკვირაო წარმოდგენები აი ამის შესახებ უთხრათ მაყურებელს ხამაზე მე მგონი ქალბატონი ელენე უფრო კარგად და კონკრეტულად გაგცემთ პასუხს თუმცა მართლა გეგმები ძალიან დიდი გვაქვს და იმედი გვაქვს რომ ჩვენი მაყურებელი კიდევ უფრო ინტენსიურად ისედაც ბევრი მაყურებელი ყავს უკაცრავად ცოტა თუ შეიძლება სადაცავად ხო შენობა კი ვართ ქირითა ვართ ხო ოდიში გავცივდი ამ დავფრენავ აკეთებით მაგრამ არ არის ის დარბაზი რაც თოჯინების თეატრს სჭირდება ამას სპეციფიური რაღაც სჭირდება ორმო სჭირდება რაღაც ეჯირი რაღაც პრობლემები გვაქვს სულ ძალიან რთული ამდენ პირობებში გიწევთ მუშაობა ერთ ტერიტორიაზე დაუშვათ მარჯანიშვილზე გვიწევს რეპეტიციები ვაკეში გვიწევს სპექტაკლის თამაში მერე გადავიტანეთ აბა დეკორაციები წავედით ახლა იქ მერე იქ უნდა გავიარო და ანუ კიდევ ერთი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი არ ვიცი მე ამას სულ ვიძახი და მე მინდა რომ ეს ძალიან მალე დამთავრდეს იმიტომ კი არ ვამბობ რომ აი მე იცით რა არის ახლა უღონდათ ჩვენ რა ვართ იმ შენობაში არა უბრალოდ აი ამასთან დაკავშირებით, იჯარასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ მე რამდენადაც ვიცი, ადამიანი, აი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც გეუბნებიან, რომ მე შენ ახალი სახლი უნდა აგიშენო, მაგრამ დროებით უნდა წახვიდეს სხვაგან. მე ვიცი, რომ სხვაგან რომ მიდის ეს ადამიანი, იქ თუნდაც ქირის თანხას უხდიან, ხო? იჯარას. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენთვის ესე ძალიან დიდი მინუსია, რომ ჩვენი ხარჯებით გვიწევს ამ თანხის გადახდა და ვეთანხმები ელენეს რომ გაცილებით მაგარი პროდუქტის შექმნა შეგვიძლია. იმ თანხებით ჩვენ ხო არ წუწუნებთ იმაზე რომ გინდა თუ არა ბიუჯეტიდან მომეცით სადაც მოხარჯი, გინდა ჩვენ ჩვენი შემოსავლებით მომახერხებთ. ეგეც გვინდა, როგორ არ გვინდა ბიუჯეტი გაიზარდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის თანხა რაც მიდის იჯარაში ნამდვილად გვეყოფა იმისთვის რომ უფრო კარგი და კარგი პროდუქტი. აი ხა საახალწლო პროდუქტი უნდა შევქმნათ ახალი. ნუ აღარ გვინდა ეს რაღაცა ძველი გვინდა რომ ახალი გაკეთდეს ყველაფერი და ამისთვის კიდევ უწევთ წვალება ადამიანებს რომ მოდი პროექტი დავწეროთ, მოდი აქ შევიტანოთ, მოდი დაგვაფინანსოთ. თეჯინების თეატრი არის ერთადერთი სახელმწიფო თეატრი ბავშვებისთვის, სადაც იზრდება უამრავი თაობა. სადაც გავიზარდე მე, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ 80 წლის წინ ვიღაცა გაიზარდა. დიდი ადამიანი დღესდღეობით, ხო? არა მარტო დიდი ადამიანი, ჩვეულებრივი ბავშვი. და რაღაცა გემოვნებაც ხონდა ჩამოვუყალიბოთ ამის და მოგცენ ამის საშუალება რომ ხარისხიანად ჩამოვაყალიბოთ ამის საშუალებას მოგცემენ უღრმესი მადლობა მოგზანებისათვის მაყურებელს ვეწყობ რომ ჩვენი სტუმარი იყო სახელმწიფო თოჯინების თეატრის მსახიობები და თეატრის ხელმძღვანელი ეცით რომ მათ არ აქვს შენობა თუმცა მიუხედავად ამ პრობლემებისა პრემიერით გახსნეს სეზონი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ მე კი მაყურებელს დავემშვიდობები ხალისიან და კარგ დღეს უსურვებ და ხვალ ისე რომ გაიღვიძეთ მაგვიძარასთან ერთად მეც აუცილებლად მადლობას გადავხდით ჩვენ სტუმრებს ჩვენ კი დღეს მოვჭით პირდაპირ ეთერს ახლა